დღეს ჩვენ ვისაუბრებთ I am სიტყვაზე, ain't-ზე, რომელიც ამერიკელების ინგლისურში და ყოველდღიურობაში ისე შემოიჭრა, რომ ზოგჯერ გრამატიკასაც კი უვლის გვერდს. ის ნიშნავს am nots, is nots, are nots, have nots და has nots. შეიძლება ახლა ცოტა შოქშიც იყოთ. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ხომ? ხო და ვისწავლოთ, აუცილებელია მისი ცოდნა, რადგან ის გვხვდება ყოველდღიურ ინგლისურში, ფილმებსა თუ სერიალებში, სიმღერებში ძალიან ხშირად. და მინდა რომ შენც იცოდე მისი სწორად გამოყენება, რადგან თავადაც შეძლო, რომ უფრო მეტად ამერიკელებით ისაუბრო. Okay, let's get started. Yeah, but love ain't gonna get us home, guys. მოკლედ სიტყვა ain't-ის ფესვები მე-18 საუკუნიდან მოდის, სადაც ის ჯერ კიდევ იხმარებოდა როგორც am-tis, ანუ am-not-ის შემოკლებული ვერსია, შემდეგ ხალხმა მისი გამარტივებული ფორმა სცადა, ანუ აქედან წარმოუშვა უკვე სიტყვა ain't, სხვათა შორის დღემდე გამოიყენება შოტლანდიურ და ირლანდიურ ინგლისურში, რაც შეეხება ain't, მან ძალაუფლება უფრო მოიპოვა ინგლისურში და უფრო მეტი უარყოფითი ფორმირება მიენიჭა, შედეგადაც სიტყვა ain't-ი უკვე ნიშნავს am nots, is nots, are nots, has nots და have nots. და ეხლა განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ საერთოდ აი ეს სიტყვა. Ну, რა თქმა უნდა, გვაქვს სიტყვა ain't და ის შეგვიძლია ჩავსვათ ფორმულასავით იმ წინადადებებში, სადაც მე მინდა გამოვიყენო am not-ი, is not-ი, are not-ი, have not-ი ან has not-ი. მოგეკითხები. Hey, are you tired? ან დაღლილი ხარ? და შენ უნდა მიპასუხო არ ვარ დაღლილი. ინგლისურად არ ვარ დაღლილი იქნება no, I'm not tired, right? I'm not tired. ანუ გამოვიყენე I am not tired. იმის ნაცვლად რომ ეხლა ჩვენ ვთქვათ I am not tired, ჩვენ ვიტყვით I ain't tired. See? No, I ain't tired. ეხლა როგორ იტყოდი, ის აქ არ არის. I am სიტყვის ain't-ის გამოყენებით. ხო, ჩვეულებრივი ინგლისურად ვიტყვით she isn't here, right? მაგრამ ain't-ის გამოყენებით ვიტყვით she ain't here. She ain't here. ისინი არ არიან მზად. ეს ჩვეულებრივ ინგლისურში არის they're not ready. They're not ready. მაგრამ ain't-ის გამოყენებით ვიტყვით როგორც they ain't ready. They ain't ready. მინდა ვთქვა, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია მუშაობა, რომელიც ინგლისურად იქნება she hasn't finished work yet, ხო? She hasn't finished work yet. აი ეს has not-ი, ეხლა მოდი ამოვიღოთ და ვთქვათ როგორც ain't-ის გამოყენებით. She ain't finished work yet. მინდა ვთქვა, ეს ფილმი არ მინახავს, რომელიც ინგლისურად იქნება როგორც I haven't seen this movie. ანუ გამოვიყენე haven't, ხო? მასეა. ჩავანაცვლებთ have nots ain't-ით და ვიტყვით I ain't seen that movie. I ain't seen that movie. ანუ ეს ფილმი არ მაქვს ნახე. ვიცით ინგლისურში ორნაირად შემიძლია ვთქვა ქონა ყოლა, ანუ როგორც I have, როგორც I have got. რადგან have nots ნიშნავს ain't-ი და has nots, შესაბამისად ჩვენ თუ გამოვიყენებთ ფორმულას ain't have not-ის ჩასანაცვლებლად, იმ მნიშვნელობით რომ ვთქვათ არ მაქვს, მაგალითად არ მაქვს დრო, არ მაქვს ფული და ასე შემდეგ, აუცილებლად დავურთეთ got-ი. და რატომ? არ მაქვს ინგლისურად არის I don't have და I have not got. ცალკეულად have not-ი არ არსებობს ინგლისურში, რომ თქვა რაღაც არ მაქვს, ანუ ვერ ვეტყვი I have not phone and I have not apartment. It's wrong. Really. ამ შემთხვევაში, რადგან ეს ნიშნავს have nots, აუცილებლად დავამატებთ got-ს. მაგალითად, არ მაქვს ფული, ან მას არ აქვს ფული, იქნება she ain't got money. She ain't got money. არ მაქვს დრო. I ain't got time for you. შენთვის დრო არ მაქვს. I ain't got time for you. აკვირდები როგორ ამერიკულად ჟღერს? კი, სუსტად ესეა. ასე რომ, თუ გინდათ რომ უფრო ამერიკულად ჟღერდეთ, გამოიყენეთ დღესვე დაიწყეთ სიტყვა ain't-ის გამოყენება პრაქტიკაში. I'm telling you right now, this tea right here ain't no joke, Lolo. And I'm saying Ted ain't one of them. ამ ვიდეოს ჩაწერის იდეა მომივიდა ჩემს გაკვეთილზე, სადაც მე და ჩემი მოსწავლე განვიხილავდით სიმღერას Company-ის, Justin Bieber-ის სიმღერას და ვცდილობდი იქიდან მესწავლაბინა და დამნახებინა პრაქტიკული მხარე ასევე სხვადასხვა სიტყვების ინგლისურის.
აი ამ სიმღერაში შეგვხვდა რამოდენიმეჯერ სიტყვა ain't და ჩემს მოსწავლეს ეგონა თავიდან რომ ეს სიტყვა ნიშნავდა ჭიანჭველას. ჭიანჭველა? აბა აპოსტროფი რო არის ჭიანჭველა აპოსტროფით იწერება? არა, მაგრამ მარტო ეგ გამახსენდა. მაგალითად მას არ ყავს ბევრი მეგობრები, როგორ იქნება ain't-ით? He ain't got much friends. Many friends. Many friends. Claudia. Yes. რიტყვი არ ვიძინებ. I ain't sleeping. Yes, I ain't sleeping. იცი რა მოვიფიქრე? შენთვის შევადგინე პატარა დოკუმენტი, სადაც დაგხვდება 15 წინადადება, ისეთი წინადადება, სადაც ძირითადად თარგმანში მოგიწევს am not is, is not is, are not is, has not is და have not is გამოყენება, თუმცა რეალურად მათ ნაცვლად შენ გამოიყენებ ain't-ს და შენ თავთან იმეცადინებ და ივარჯიშებ. თუ გინდა წერილობით დაწერე, თუ გინდა რამდენიმე მათგანი კომენტარებშიც დაწერე და შეგიმოწვევ და აუცილებლად გიპასუხებ, თავარია დღესვე დაიწყო მისი გამოყენება. ექსპერიმენტების, არ შეგეშინდეთ შეცდომების, შეცდომები არის თქვენი ყველაზე კარგი მასწავლებელი, ამ დროს უფრო მეტად გამახსოვრდებათ, თან არ მოგწონთ ეს მომენტი და ნეტრო მეორეჯერ გაიმეოროთ და ეს ძალიან კარგად ისმის. Remember, learning a language isn't all about grammar and rules. Most of the time it's about communication, also fun and confidence because practice makes it perfect. And don't be afraid of making mistakes because that's how you grow. Your mistakes are your teachers and bear in mind that ain't nothing stopping you from reaching your goals. You can do it, and practice makes it perfect. So please subscribe my channel. You can learn a lot from me and I'm here to teach you a lot. იმედი მაქვს პრაქტიკული აღმოჩნდა შენთვის ეს გაკვეთილი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.